ვისაც მკვახე პომიდორი არ უყვარს, ეს სალათა აუცილებლად უნდა გასინჯოს. მოგესალმებით პოლინეს სამყაროში. დღეს მოვამზადოთ ნიგვზენი სალათა მკვახე პომიდორით. ეს სალათა გავრცელებულია განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, იმერეთსა და გურიაში. რა თქმა უნდა, მკვახე პომიდორის კერძები გავრცელებულია საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ეს სეზონური რეცეპტია და მზადება ძირითადად შემოდგომაზე. ახლა კი დავიწყოთ მომზადება და ვნახოთ თუ რა გვჭირდება მკვახე პომიდორის სალათისთვის. მოსამზადებლად გვჭირდება 1 კილოგრამი მკვახე პომიდორი, შესაძლებელი იყოს სიმწიფეში შეცულიც, გვჭირდება 2-3 თავი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, 1-2 ცალი ბულგარული წიწაკა. ასევე გვჭირდება 200-250 გრამი ნიკოზი, რომელიც არის უკვე გატარებული ჩემთან. შეგიძლიათ ასევე დააბლენდეროთ 1 ჩაის კოვზი ზაფრანა, გვჭირდება ძმარი გემოვნებით, მარილი გემოვნებით. სალათისთვის გვჭირდება ოხრახუში, ქინძი და ცერეცო. ასევე ძალიან უხდება დაფქული ქინძი და უცხო სუნელი. მე ვამზადებ დიდი რაოდენობით, თქვენ კი ინფობოქსში დაგიწერთ 1 კილოგრამის პროპორციებს. კარგად გარეცხილი მკვახე პომიდორი დავჭრათ ჩვენ ახლა საშუალო ზომის ნაჭრებად. პატარა ნაჭრებად არ დაჭრათ. შემდეგ უნდა გადავიტანოთ ადუღებულ წყალში და უნდა გავთოთქოთ. თქვენ შეგიძლიათ ზეთში მოშუშოთ. ან მარილი დაანყაროთ და რამოდენიმე საათი ისე გააჩეროთ. მკვახე პომიდორი ჩემთან არის პატარა ზომის, ამიტომ ვყოფ 4 ნაწილად. ადუღებულ წყალში ჩავამატებ ახლა მე მარილს და ჩაუშვებ შემდეგ ჩვენს დაჭრილ პომიდორს. დიდხანს არ უნდა გააჩეროთ, ახლობით 2-დან 5 წუთამდე. არ უნდა ჩაიჩალოს პომიდორი. ხახვი დავჭრეთ დიდი ზომის, მაგრამ თხელ ნაჭრებად. უმჯობესია შინდისფერი ხახვი რომ არის, სალათისთვის მას მეტი არომატული გემო აქვს. მაგრამ თუ კი მოშუშოს აპირებთ, მაშინ ეს ხახვიც იდეალურია. წითელი ბულგარული წიწაკა დავჭრათ თხელ გრძელ ნაჭრებად. ახლა დავჭრათ უკვე მწვანილები უქენით თქვენი გემოვნებით. მე მაქვს აქ ქინძი, ოხრახუში და გამა. გამა თუ ცერეცო, მოკლედ, რაც არის. მწვანილი დავჭრათ წვრილად. ადრე რამოდენიმეჯერ მოვსინჯე მკვახე პომიდორის სალათი. საცივი. რო გითხრათ რომ ეხა ჩემი გულით დაიპყრო, ნამდვილად არა. მაგრამ ახლა ამ რეცეპტს მივეცი შანსი და თქვენთან ერთად გავსინჯობ და გიტყვით როგორი გამოვა. თქვენი ვერსიაც საინტერესოა, თქვენ როგორ ამზადებთ. ნიორი დავნახოთ 1 კილოზე გვჭირდება 2-3 კბილი. ნიორი დავნახოთ კარგად, დავუმატოთ მარილი და დავუმატოთ ყვითელი ყვავილი. და ყველაფერი ერთად ჩავნახოთ. ყველა ინგრედიენტი დაჭრილია, მკვახე პომიდორიც გაცივდა, ახლა გავწუროთ. და აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში. თქვენ შეგიძლიათ, თუ კი ცოცხლად არ გიყავთ, ხახვი და ბულგარული წიწაკა რომ მოთუშოთ, ასე ძალიან გემრიელი გამოდის. მე დავუმატებ ცოცხლად. გავწუროთ კარგად.
მაგრამ არ უნდა გავაფუჭოთ ხა ჩვენი მკვახე პომიდორი. დავუმატოთ ნიგოზი. ნიგოზი არის უკვე ჩემთან გატარებული. შეგიძლიათ დააბლენდეროთ. ეხლა აურო ყველაფერს კარგად. ხახვი ცოტა მოსრისეთ რომ მოჯდეს. როგორც უკვე აღნიშნეთ, თუ კი არ გიყვარს ცოცხალი ხახვი, ამ კეთში იდეალურია მოთუშული ხახვიც და მოთუშული ბულგარული წიწაკაც. ცოტა მოსრისეთ რომ მოჯდეს. ახლა კი აურიოთ. დავუმატოთ ნიორი. დავუმატოთ მარილი გემოვნებით, ჩემთან ბლომად მარილი ჭირდება აგლია. რაც არ დაგვიმატებია არის ძმარი და დავუმატებ კიდევ ეს არის ქინძი და უცხო სუნელი. საოცარი სურნელები ტრიალებს. ეხლა კარგად ავსრისოთ კიდევ. მგონი ჩემთან ცოტა დიდია პომიდორი. ესე ორივე ხელით კარგად ავსრისოთ. ეხლა უკვე ყველაფერი გასინჯეთ, მარილი, ნიორი, წიწაკა, თუ კი რამე აკლეთ, კიდევ დავუმატეთ, კარგად შიანელეთ. შემდეგ შევდგათ მაცივარში 1-2 საათის განმავლობაში, რომ კარგად გაუჩნდეს ინგრედიენტები და შეგიძლიათ მიირთვათ. ჩვენ შევხვდებით კიდევ ერთმანეთს 2 საათში. გავიდა 2 საათი. ყველა ინგრედიენტი გაუჩნდა კარგად ერთმანეთს, ახლა გადავიტანე ხის თაში. ჭადიც მოვამზადე. სასწაული გემრიელია, გავსინჯე უკვე სხვათა შორის. საოცარი სურნელი აქვს და ნამდვილად მომეწონა ეს რეცეპტი. ცოტა ფერი რომ მისცეს, სულ ცოტა მწვანილს მოვაყრე. და ჩვენი გემრიელი სალათა არის უკვე მზად. საოცარი სურნელი, ძალიან გემრიელი გამოვიდა. ახლა გავსინჯოთ და ვნახოთ როგორია. უკვე ვიცი მართალია, მაგრამ თქვენც რომ გადმოგცეთ დაახლოებით გემოები. არის თუ არა მართლა ესეთი გემრიელი. გავსინჯოთ. ჭადი დამოვიწყდა. ჭადის გარეშე რა არის? ჭადი ბონუსია ზემოდან. ისეთ როგორია სალათა თავისით გელაპარაკებათ. ყველაფერი აქვს დაბალანსებული. მიუხედავად რომ ნიგოზით არის შენელებული, საერთოდ არ არის მძიმე. პომიდორის ოდნავ-მჟავი არომატი ძალიან უხდება. ძალიან დაბალანსებულია ყველაფერი და ეს სალათა ნამდვილად უნდა გასინჯოთ. ეს ყოფილა საოცრება. აქამდე როგორ არ ვიცოდი. ახლა კი მეგობრებო, მე დაგემშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. თუ მოგეწონა დალაიქე და გამოიწერე არხი იმითაც რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. დროებით.